თითოეულობის გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვა მოქმედებს. ფასანაური გუდაურის მონაკვეთზე მიმოსვლა აღდგენილია, მაგრამ აკრძალულია ავტობუსების და ტრაილერებისთვის მოძრაობა, ხოლო მლეთა გუდაურის და კობის და 11-ის მონაკვეთებზე გადაადგილება მსუბუქი ავტომობილებისთვის მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. უფრო დეტალურ ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე მოგვასწვის. მოგესალმებით ბატონო ვაჟა, გმადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო სააგენტომ გავრცელა ინფორმაცია გამგებელზე დაყნობით, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტების მარაგი იწურება. თქვენთვის რა არის ცნობილი ამის შესახებ და როდის გახდება შესაძლებელი შესაბამისი დახმარების გაგზავნა? რო გითხრათ რა ვითარება გუდაური ყოფის და სტეფანწმინდელარსის საავტომობილო გზაზე? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელსაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, გამგებელი ავრცელებს საკვების მარაგებთან დაკავშირებით, მინდა აღნიშნო პასუხისმგებლობით, სრული პასუხისმგებლობით, რომ გუშინ წინ 2 დღის უკან ჩვენ მხრიდან მოხდა სრულ მიწოდება ყველა იმ საჭირო პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების იქ არსებული გუდაურში არსებული მაღაზიებისათვის, სმარტის მაღაზია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავაგზავნეთ თვითონ სმარტმა გააგზავნა რამოდენიმე დატვირთული დიდი მოცულობის მარაგი. ვფიქრობ, რომ რეალობას არ უნდა შეესაბამდეს ეს ინფორმაცია. თუმცა თუ ასეთ შევატყობთ, რომ ასეთი საშუალება დგას, ბუნებრივია გზა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გზა გახსნილია და ნებისმიერი ტრანსპორტისათვის, უმეტეს საკვები დატვირთულისათვის თავისუფლად შესაძლებელი იქნება გადაადგილება. გასაგებია. რიკოტის უღელტეხილზეც თითოეულობამ გარკვეული პრობლემები შექმნა. რა ვითარება ამ დროისთვის ადგილზე და კვლავ შეზღუდულია მოძრაობა გარკვეული ტრანსპორტისთვის? რიკოტის უღელტეხილზე თოვლი კვლავ გრძელდება ინტენსიურად თოვს, რაც შეეხება შეზღუდვას, შეზღუდვა გრძელდება მხოლოდ ტრაილერებზე და ნახევრადმისადგმელიან ავტომანქანებზე, რაც შეეხება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებისათვის მოძრაობა ამ მიმართულებით თავისუფალია. ადგილზე არის ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები, ტექნიკით და შესაბამისი ქვიშამარილის ნაზავით მომარაგებული და არანაირი პრობლემას და რისკის შემცველი ის რომ გზა დაიკეტოს ამ ეტაპისთვის არ არსებობს. ანუ ვინც დასავლეთისკენ აპირებს გამგზავრებას, რას ურჩევთ მათ? გადაგზავრება თუ პრობლემა? ანუ ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ გაავრცელონ, უბრალოდ ერთ გაწმინდა მოსახლეობას მოუწოდო, რომ ისინი იმ რეჟიმებს დაემორჩილონ, ამ შემთხვევაში ნახევრადმისადგმელიანი და ტრაილერებისათვის მოძრაობა აკრძალული და ბუნებრივი არ უნდა გაემართონ, ხოლო რაც შეეხება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებას, მათ ყოველგვარი შეხერხების გარეშე შეუძლიათ გადაადგილონ, თხოვნა მექნება, რომ ისარგებლონ შესაბამისი ზამთრის პირობების საბურავებით, რომ თავიანთ თავისას და სხვას ნაკლები პრობლემები შეუქმნათ. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, ფასანაური გუდაურის მონაკვეთზე მიმოსვლა აღდგა, ვიცით, თუმცა აქაც გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რა სახის ტრანსპორტისთვის არის ნებადართული მოძრაობა? ამ მიმართულებას, როგორც აღნიშნეთ, ტრანსპორტისათვის ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომანქანებისათვის, ასევე მაღალი გამოვლობის ავტომანქანებისათვის მოძრაობა თავისუფალი არის, ხოლო რაც შეეხება 30 ადგილზე მეტი ავტობუსების, ასევე ტრაილერებისა და მისადგმელიანი ავტომანქანებისათვის მოძრაობა მათთვის აკრძალულია. რაც შეეხება მომდევნო გუდაურიდან კობამდე მონაკვეთს, აქ ზღვასაშორების გამო კვლავ ხდება შეზღუდვა, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო რაც შეეხება კობიდან სტეფანწმინდის რაიონამდე, აქ მოძრაობა თავისუფალია ნებისმიერი ტრანსპორტისათვის. ანუ შიდა გზები, როგორც ყაზბეგში, ასევე გუდაურში თავისუფალია და მოძრაობა შეუხერხება შესაძლებელია. გარდა კობი გუდაურისა, კიდევ სად ფიქსირდება ზღვაოს საშიშროება, თუ არის თქვენთვის ცნობილი და ასევე სად ხორციელდება ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები, ესეც რომ გითხრათ? მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც იცით, უამინდობა მთელი საქართველოში იყო, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, შესაბამისად გარკვეულწილად მოხდა რეჟიმების დაწესება, ასეთი იყო მესტიის მიმართულება, თუმცა ამ ეტაპისათვის მესტიამდე გზა გახსნილია, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები მესტიიდან უჟგულის მიმართულებით, იყო ასევე შეზღუდვები ლენტეხის მიმართულებით, თუმცა ლენტეხის მიმართულებითაც ლენტეხამდე გზა გახსნილია, აქ მოძრაობა თავისუფალია, ხოლო რაც შეეხება ლენტეხის შიდა სოფლებისკენ ბოლო სოფლამდე მისასვლელ გზას, აქაც მოძრაობა დასაშვებია, ხოლო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. შეზღუდვა რჩება ტყიბული ამბროლაურის მიმართულებით, აქაც აკრძალული გვაქვს ტრაილერების და მისადგმელიანი, ნახევრადმისადგმელიანი ავტომანქანების მოძრაობა, ხოლო რაც შეეხება სხვა დანარჩენ სატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება შევეხები აჭარის მიმართულებასაც, გუშინ ღამე მოვიდა აქ ნალექი, თუმცა შეზღუდვები აქ ჯერჯერობით დაწესებული არ არის, გზა გაწმენდილია ყველა მიმართულებით აჭარის რეგიონში და გადაადგილებას არანაირი პრობლემა მგზავრებს აქ ამ კუთხით არ შეექმნებათ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად ჩვენი სამინისტრო მის დაქვემდებარებული ყველა უწყებები სრულად ვართ მობილიზებული, რათა ნებისმიერ შემთხვევაში დავხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას. სწორედ ეგ უნდა მეკითხა ხა დასასრულისკენ სინოპტიკოსები დამაიმედება პროგნოზებს არ იძლევია, მაგრამ უდობენ რომ ნალექი კვლავ შენარჩუნდება, ტემპერატურაც დაეცემა,
ანუ შესაბამისი სამსახურები მობილიზებულები არიან და პრევენციული ღონისძიებების ტარდება. სრული პასუხისმგებლობით მინდა მოსახლეობას უთხრა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვყავს ყველა რეგიონში მობილიზებული შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც შესაბამისი ამინდის გაუარესებისთანავე მოახდენენ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობას მინდა ურჩიო, რომ დამშვიდდეს, სასაღებებელი არაფერი არ არის, რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებას, სადაც ზღვაშაშროების გამო არის ჩაკეტილი მოძრაობა, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით არის, რომ ისევ მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, რათა არ დაზიანდეს და რაიმე საფრთხე არ გამოიწვიოს. დანარჩენ სხვა მიმართულებები, სადაც ზღვის საშიშროება არ იქნება, ბუნებრივია გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდება და სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება. ძალიან დიდი მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის